ეხლა ასეთი გაშლამა შემოგთავაზოთ თქვენ პიროვნებაზე, თქვენ პარტნიორზე. საუბრობს თუ არა თქვენზე გავიგოთ და რას საუბრობს. დარწმუნებული ვარ, მანდილოსნებს განსაკუთრებით აინტერესებს. ალბათ მამაკაცებსაც გაშლა ორივეს კესთვის არის ლაიკები არ დაგეზაროთ. გამოწერა აუცილებლად ჩემი გვერდის ლაიკები, კომენტარები. მადლობა ყველა ჩადებული ენერგიისთვის, ენერგოცვლისთვის არის აუცილებელი მეგობრებო და მადლობა ყველას თქვენი თბილი კომენტარების და პირადში მონაწერით თბილი წერილებისთვის. პირადი გაშლებისთვის პირადში მომწერეთ, ოღონდ პირდაპირ მომწერეთ, გამარჯობით. იწყებთ და დაიწყებთ, იმიტომ რომ გამარჯობებზე ბევრია და ვერ გცემთ პასუხებს ვერავის, მხოლოდ გამარჯვებაზე. ესე იგი, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, წავიდეთ, გავიგოთ რა ხდება თქვენ ურთიერთობაში. რა ხდება თქვენ ურთიერთობაში? კარგი, ძალიან ჩქარობს. 5-იან ხმალი 9-იან ჟეზლი, გადმოიყარა და ვნახოთ მაინც. რაღაც კონფლიქტურ სიტუაციას ქონდა ადგილი, სადაც 5-იან ხმით ესე იგი გეტყვით რომ გამარჯვებული მხარე არც ერთი არ დარჩით და კმაყოფილი არ დარჩით გამოთქმული ერთმანეთის მიმართ სიტყვებით, შეიძლება თავშიც კი მოხვდათ და ცოტა დაზარალდით კიდევაც ამ მხრივ აი ამ კონფლიქტის შედეგად, რომელიც 5-იან ხმლის კონფლიქტია, არ ვიცი, იმედია ფიზიკურ შეხებამდე არ მივიდა თქვენი კონფლიქტი და მხოლოდ სიტყვერით შემოიფარგლეთ, მაგრამ თითქოს თავი აგატკიათ აი ამ კონფლიქტმა რაღაცნაირად თავგადახვეული ტიპაჟი დგას აქ 9-იან ჟეზლზე, რაღაცა ეხლა თავის პრინციპებს იცავს და ამ პრინციპების დაცვის გამოც მოხდა სავარაუდოდ ეს კონფლიქტი, სადაც მაინც თქვენ პოზიციას იცავთ, ასე ვთქვათ, მყარად რაღაცნაირად ერთგვარი ღობე გაქვთ ამ ადამიანთან მიმართებაში, გადაღობილი გაქვთ ეხლა და თქვენ პოზიციას იცავთ, რომ აი მე მაინც ჩემ აზრზე ვიქნები, აი კიდე ერთი ჟეზლი უჭირავს ესე ხელში და ესეთი ღობე აქვს ადამიანს მიღობილი თავისთავი, რომ აი ესე მინდა და ესე უნდა გავაკეთო, მაინც ჩემ აზრზე ვიქნები, ერთგვარი ჯინიაობის მომენტია. თუმცა თავი აგატკიათ, კიდევ ვიმეორებ და შეიძლება დაზარალდით კიდევაც აი ამ კონფლიქტის და ამ თქვენ პოზიციაზე დგომის გამო. რთულ პოზიციაში გაჩვენებენ ახლა 10-იან ჟეზლი, 9-იან ჟეზლი, 10-იან ჟეზლი რთულად გადასატანი მომენტია. ასევე ამოდის პაშპენტაკლის და ტუზპენტაკლი, მაგრამ რთულად გადასატანი მომენტი გარდა იმისა, რომ არის ახლა თქვენთვის და დასათმობი აი ეს პოზიცია არის სირთულეს წარმოადგენს, ასე ვიტყოდი. და არ გინდათ რომ დათმოთ თქვენი ასე ვთქვათ პოზიცია და ისევ იმ მყარაზრზე დგეხართ, ამის მიუხედავად აჩვენებენ რომ ესე იგი რაღაცნაირი შანსი იმისი რომ სიტუაცია გამოსწორდეს და აი ბავშვურ რეჟიმში არ ჩავარდეთ და ესე პაშპენტაკლად რომელიც პაჟია, ბავშვია, ბავშვურად არ იდგეთ აი ამ პოზიციაზე, სამყაროსგან გექნებათ იმის და გაქვთ თუ არ გაქვთ და ჯერ არ მიგიღეთ აი ეს ოქროს შანსი, ასე ვთქვათ რომ აი ეს სირთულე რაღაცნაირად სირბილეში გადაიტანოთ და იოლად მოაგვაროთ აი ეს თემატიკა და იოლად შეთანხმდეთ, ასე ვიტყოდი, სამყაროსგან, აი არ ვიცი, პლანეტების წყობა იქნება ასეთი თუ კარგი ატმოსფერო და რაღაცნაირი ასტროლოგიური სიტუაციებით წამოვა ისეთი, რომ შანსი გექნებათ, რომ ყოველგვარ ჯინიაობის ერთმანეთთან მიმართებაში და ჩემ პოზიციას არ გადავალ ამ სიტუაციიდან, აქედან გამომდინარე გექნებათ შანსი იმისი, რომ შეთანხმდეთ, მოგვარდეთ და ყოველგვარი თავის ტკივილების გარეშე და ჩემ პოზიციას არ გადავალს და ჯინიაობის გარეშეც მოაგვაროთ და შეუთანხმდეთ ერთმანეთს, ასე ვთქვათ, უთხრათ და მანაც გაიგოს ასევე მეორე მხრიდან მოისმინოთ და მიიღოთ მისი პოზიციაც. თუ ჯერ არ გაქვთ, ასე ვთქვათ, აი ამ პოზიციას და აი ამ შანსს სამყაროსგან პრინციპში ძალიან მალე უკვე ელოდეთ რომ ეს შანსი გექნებათ, ასევე იქნება ნაწილისთვის რომ შეიძლება კონფლიქტი გამოიწვია ფინანსებთან დაკავშირებით იყო კონფლიქტი, რაზეც ცოტა ფინანსების გასაჭირი ჰქონდათ პაშპენტაკლით და გასაჭირი ასეთი ცუდი ნათქვამია, ცოტა პატარა იყავით ფინანსებთან მიმართებაში, ვიდრე გინდოდათ იმაზე ნაკლები შანსები ჰქონდათ, რომ ასე ვთქვათ, ნაკლები გედოთ იმაზე ჯიბეში, ვიდრე თქვენი
თავის წარმოჩინება გინდოდათ ფინანსური მხრივ და აი ეს სამყაროს შემოთავაზება ფინანსებთან მიმართებაში ზოგმა შეიძლება ლატარიაში მოიგოთ და გამოგისწორდეთ ეს ფინანსური მხარე და იოლადაც მოგვარდეს ეს თქვენი თავის ტკივილი და კონფლიქტური სიტუაციები რაც უკვე გითხარით, ასევე შეიძლება რაღაცა დაწინაურება, კარგი შემოთავაზება, კარგი ასე ვთქვათ წონიანი ვარიანტი მიიღოთ ფინანსებთან დაკავშირებით, რაც პრინციპში აი ამ კონფლიქტს თავისთავად ამოწურავს და გადახვალთ ასე ვთქვათ სხვა ლეველზე. თუ ჯერჯერობით არ ქონიათ ეს შემოთავაზება ახალ სამსახურზე, ახალ თანამდებობაზე, დაწინაურებაზე, ფინანსების მომატებაზე, რაღაცა ახალ კარგ წონიან ასე ვთქვათ ამბავზეა საუბარი, თუმცა ტუზის მინუსსაც ხაზს გაუსვა აქვე, რომ აუცილებლად ეს შანსი, რომელიც გექნებათ სამყაროსგან, უნდა შეამჩნიოთ, იმიტომ რომ თვალები გაახილოთ მაქსიმალურად და არც ერთ შანსზე უარი არ თქვათ, იმიტომ რომ ტუსს აქვს ასეთი მინუსი, თუ ვერ შეამჩნია ჩაგივლის, ასე ვთქვათ, ეს სამყაროს მომენტი და საჩუქარი, ასე ვიტყოდი, ასე რომ იაქტიურეთ, თვალები გაახილეთ, მოიხედეთ და არც ერთი შანსები არ გამოტოვოთ თქვენი ცხოვრების, რასაც სამყარო გთავაზობ. თუ ვატყობთ, რომ გაშლა თქვენია და წავედით, ახლა გავიგოთ. პრინციპში გაშლა გქონდა. გავიხსენე გაშლა, გავიგოთ ესე იგი საუბრობს თუ არა თქვენზე, თქვენს ზურგს უკან ასე ვთქვათ და რას საუბრობს მაქსიმალურად, რაშიც ჩავეტევი დროში და ამაზე ბევრი მეწოწონებით ყოველთვის რომ დროში ვერ ვეტევი, ყველაფერს მაქსიმალურად გეტყვით, იმიტომ რომ არ ვთიშავ ვიდეოს ხოლმე, როგორც წესი და ბოლო წამამდე ვსაუბრობ და უკვე თავის თითიშება ხოლმე და თქვენ გონიათ რომ ვერ მოვასწარი. საუბრობს თუ არა ჯერ გავიგოთ. კარტებს აღარ ჩამოვთვლი. პრინციპში ახლა ცოტა გულნატკენ პოზიციაშია ხუთიან თასით და ჩაკეტილია საუბრებისგან, თქვენი პერსონაჟის განხილვისგან, თავის ასე ვთქვათ კომფორტის ზონაში ზის, დაბრძანებულია შეიძლება რაღაც პროცენტისთვის საერთო გაშლაში არ არის გამორიცხული, რომ სასმელს მიყო ხელი და ასე ვთქვათ ამაში სულიერ სიმშვიდეს პოულობს და ერთგვარ სიმშვიდეს. უმეტესობისთვის იქნება სასმელი, ეს შეიძლება იყოს ლუდი, არ ვიცი, ღვინო, მეგობრებთან გართობა, სადაც ცოტა ეგოისტურად არის და თავის კმაყოფილებაზე ფიქრობს ამ შემთხვევაში და ხასიათის გამოსწორებაზე, ასე ვიტყოდი და გულნატკენიანი არის რაღაცნაირად ხუთიან ხმალი, ხუთიან თასი, აი ამ თქვენი შეუთანხმებლობით და გულდაწყვეტილია, რომ არ გამოვიდა და ვერ შეთანხმდით და რაღაცნაირად დათრგუნულ პოზიციაში მოუწია, ასე ვთქვათ, აღქმა, თუმცა შანსები ხუთიან თასით. ურთიერთობის აღდგენაზე თუ არის საუბარი, ყველა ვარიანტში არის და მთავარი ადამიანმა მოიხედოს და ამ ორ თასს დაინახავს, რომელიც ფეხზე დგას, მაგრამ რატომღაც აი ამ სამს დასტირის, რომელიც დავარდა, რომელიც აქცეულია, დაღვრილია და ვერ ხედავს ზურგით. მთავარია მოიხედოს და დაინახავს ამ შანსს, რომ ყველაფრის მოგვარების შანსები გააქვთ პრინციპში. ეხლა არ საუბრობს მინდა გითხრათ თქვენზე და საერთოდ თქვენ ურთიერთობაზე ეხლა ამ მომენტისთვის ესეთი გულნატკენია, მოდი ესე რბილად რო ვთქვათ, რომ არ საუბრობს თქვენ პიროვნებაზე, საუბრობდა თუ არა მანამდე, მაშინ სანამ ეს კონფლიქტი იქნებოდა. მე-13 მაღალი არკანი ამოდის, მე-6 მაღალი არკანი და ორიან თასი. აუცილებლად კი გეტყვით, რომ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მოახდინეთ მის ცხოვრებაში თქვენ ხართ. ორივე კარტი ეს არის ძალიან დიდი ცვლილებების და მისი ადამიანობის, მოდი ესე ვაჩვენებ. მე-6 მაღალი არკანი, რომელიც კარმული შეხვედრა იყო თქვენი და ბედისგან დალოცვილი და მაღალი ძალებისგან მოხდა თქვენი შეხვედრა, ეს პიროვნება სრულიად შეცვალა, სრულიად სხვა პიროვნებად ჩამოაყალიბა თქვენმა მის ცხოვრებაში გამოჩენამ და შეხვედრამ ორიან თასით გეტყვით, რომ მისი გულის, სულის და სხეულის და ყველაფრის მეორე ნახევარი შემსები ადამიანი ხართ მის ცხოვრებაში და პრინციპში თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც მას ფიზიკურად თუ სულიერად ამშვიდებს და აწესრიგებს მის აზროვნებას და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ამშვიდებს. კარგად ხვდება, რომ უბრალოდ შეხვედრა არ იყო, ეს იყო ძალიან დიდი ცვლილებები მის ცხოვრებაში, თქვენი გამოჩენით მის ცხოვრებაში, ბოდიში ტავტოლოგიისთვის. საუბრობდა კი არა, იძახდა, რომ ეს ადამიანი არის ჩემი სული და ჩემი გული და ჩემი ყველაფერიო და იმაზეც საუბრობდა, რომ ძალიან დიდი ალბათობით მასთან მინდა ცხოვრების გაგრძელება ბოლომდეო. რჩევა თქვენთვის რა იქნება, მოდი გავიგოთ. რჩევა დაკიდებულ სიტუაციაში და მსხვერპლად თავს ნუ წარმოაჩენთ, რომ
თქვენ ხართ და ასე ვთქვათ, მსხვერპლი და ეს ადამიანი არ განიცდის, ცოტა მესმის რომ არაკომფორტულ სიტუაციაში ხართ და მსხვერპლად გრძნობთ ამ სიტუაციაში თავს იდანაშაულებთ, მაგრამ თქვენი თასი გაუწოდეთ, თქვენი სიყვარული აგრძნობინეთ და სტაბილურობის შეგრძნება მიეცით თქვენ პარტნიორს თქვენ გვერდით. მიიღეთ.